სახარებაი მათესი, თავი 27. დავით არცა განთენა, ზრახვა ყვეს ყოველთა მღვდელთმოწყუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუისთვის, რაითა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტოელსა პილატეს მთავარსა. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამე თუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია 30 იგი ვერცხლი მღვდელთმოწყუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქვა: ცოდე, რამე თუ მიგეთ სისხლი მართალი. ხოლო მათ რქუეს მას: ჩვენ და რაი, შენ იხილე. და დააბნია ვერცხლი იგი ტაძარს ამას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილიბა. ხოლო მღვდელთმოწყუართა მათ მოიღეს ვერცხლი იგი და თქვეს: არა ჯერ არს ესე დადებად სიწმინდესა, რამე თუ სასყიდელი სისხლისაი არს. და ზრახვა ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაი საფლავად უცხოთა. ამისთვის ეწოდა აგარაკს ამას აგარაკის სისხლისაი ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაისწარმეტყუელისაი, რომელსა იტყვის: და მოიღეს 30 იგი ვერცხლი, სასყიდელი განსყიდულისაი მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაელისათა. და მისცეს იგი აგარაკისათვის მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მეუფალმა. ხოლო იესუ დადგა წინა შემთავრისა მის და ჰკითხა მას მთავარმა მან და რქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაი? ხოლო იესუ რქუა მას: შენ იტყვი. და შესმენას ამას მღვდელთმოწყუართასა და მოხუცებულთასა არარაი მიუგო. მაშინ რქუა მას პილატე: არა გესმისა, რაუდენს ესა შეგწამებენ შენ? და არარაი მიუგო მას არცა ერთი სიტყვისათვის, ვიდრემდე უკვირდაცა მთავარსა მას ფრიად. ხოლო დღესასწაულთა ჩვეულ იყო მთავარი იგი და მიუტევისერსამას ერთი მყრობილი, რომელიცა უნებნ მათ. ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ მყრობილი შესწავებული, რომელსა ერქვა ბარაბა. და ვითარ შეკრებულ იყვნენ იგინი, რქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი და მიგიტეო თქვენ? ბარაბა ანუ იესუ, რომელსა რქვიან ქრისტე? რამე თუ უწყოდა ვითარ მეც შურითა მისცეს იგი. და ვითარცა დაждდა პილატე საყდართა ზედა, მიულინა მას ცოლმან მისმან და რქუა მას: არა რაიძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაი, რამე თუ მრავალი მევნომე დღეს ჩვენებით მაგისთვის. ხოლო მღვდელთმოწყუართა მათ და მოხუცებულთა არ წმუნესერსამას, რაითა გამოითხოვონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწმიდონ. მიუგო მთავარმა მან და რქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი და მიგიტეო თქვენ? ხოლო მათ რქუეს ბარაბა. რქუა მათ პილატე: რაი უკუე უყო იესუს, რომელსა რქვიან ქრისტე? რქუეს მას ყოველთა, ჯუარს ეცვინ. ხოლო მთავარმა რქუა მათ: და რაი ბოროტი უქნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს, ჯუარს ეცვინ. ვითარცა იხილა პილატე, რამე თუ არარას არგებს, არამედ უფრო ისხა შფოთი იქნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ხელნი წინაშე ერისამის და თქვა: უბრალო ვარმე სისხლისაგან მაგისისა, თქვენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმა და რქუეს: სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა. მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცადა, მისცა მათ რაითა ჯუარს ეცუას. მაშინ ერისაგანთა მათ თავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ხელსა მისსა. და მუხნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ მეუფეო ჰურიათაო. და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. და ოდეს განკიცხეს იგი, განძარცუეს მას ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თვისივე სამოსელი და წარიყვანეს იგი რაითა ჯუარს აცუან. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კვირინელი სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაითა აღიღოს ჯუარი მისი. და მოვიდეს ადგილს ამას, რომელსა რქვიან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნაღვლით აღზავებული და გემოირაი იხილა არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაითა აღესრულოს თქუმული იგი წინაისწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყვის: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუარცა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
და სხდეს მუნდას ცვიდეს მას და დასდვეს თავს სამისაზე და ბრალი მისი დაწერილი. ესი არს იესუ, მეუფე ჰურიათაი. მაშინ ჯუარს აცუნეს მისთანა ორნი ავაზაგნი, ერთი მარჯვენით მისსა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთან მათა და იტყოდეს. რომელი დახსნით ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებ, იხსენ თავი თვისი. უკუე თუ ძეხარ ღმრთისაი, გარდამოხედ მაგიერ ჯუარით. ეგრეთვე მღვდელთმოწყუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს. სხვანი აცხოვნა, თავი თვისი ვერ ძალუთ ცხოვრნებად. უკუე თუ მეუფე ისრაელისაი არს, გარდამოხედინაც მაგიერ ჯუარით და გურწმენეს იგი. უკუე თუ ესვიდა ღმერთსა, იხსენინ იგი, უკუე თუ ხნებავს იგი. რამე თუ თქვა ვითარმედ, ძე ღმრთისაი ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი მისთანა ჯუარცმუნი, აყუედრევდეს მას. ხოლო მეექუსით შამითგან დაბნელ და ყოველი ქუეყანაი, ვიდრე მეცხრედ შამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ხმაყო იესო ხმითა დიდითა და თქვა. ელი, ელი, ლამა საბაქთანი. ესე არს, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე? და რომელთა მე მუმდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ ელიას უხმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას. ხოლო სხვანი იტყოდეს, აცადეთ და ვიხილოთ, უკუე თუ ელია მოვიდეს ხსნად მისსა. ხოლო იესო კუალად ხმაყო ხმითა დიდითა და განუტევა სული. და ჰაკრეთ საბმელი იგი ტაძრისა იმის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაი შეიძრა და კლდენი განსკდეს, და საფლავნი აღეხუნეს და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმინდათანი აღდგეს, და გამოვიდეს საფლავით მათით და შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმინდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა. ხოლო ასისთავმან მანდა მისთანათა, რომელიც ცვიდეს იესოს, იხილეს რაი ძრაი იგი და რაი იგი იქმნა, შეეშინა ფრია და იტყოდეს. ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი იყო ესე. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელიც შორით ხედვიდეს, რომელიც შეუდგეს იესოს გალილეაით და მსახურებდეს მას. რომელთა თანა იყო მარია მაგდალინელი და მარია მიაკობისი და იოსეს დედაი და დედაი ძეთა ზებედესთაი. და ვითარცა შემწუხდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაით, სახელით იოსებ, რომელიგიცა მოწაფე ყოფილიყო იესუისა. ესე მოვიდა პილატესსა და გამოითხოვა გუამი იესუისი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი ამრენაგსა წმინდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი დამოეკუეთა კლდისაგან და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. იყო მუნ მარია მაგდალინელი და სხვაი იგი მარიამ და სხდეს წინაშე საფლავსა მას. ხოლო ხვალისაგან რომელ არ შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღვდელთმოწყუარნი იგი და ფარისევენი პილატესა და რქუეს. უფალო, მოვიხსენეთ, რამე თუ მან მაცდურმა თქვა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწუკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამე დღედმდე. ნუ უკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრანერსა ვითარმედ აღდგა მკვდრეთით. და იყოს უკანაისკნელი სასტური უძვირეს პირველისა. რქუა მათ პილატე, გაქუს თქვენ დასი, წარვედით და დაგრძალეთ ვითარცა იცით. ხოლო იგინი წარვიდეს და დაგრძალეს საფლავი იგი და დაფბეჭდეს ლოცსა მას დასისა თანა.